Ramshidov's place avagar samsarevloshi vgawar. Dazos samsmes umzadeb. Დღეს მთელი დღე ერთად იქნებით მარტონი, რადგან მამა მეგობართან ერთად არის გასართობა წასული ქუთაისში. ბავშვების გასახსენებლად. და მეტესაზოს გვექნება დედაშვილური დღე. შეიძლება თქვენ ახალიც. ხვალშუა დღემდე საუნდში შეიძლება გადაბრუნდეს ჩვენი მამა. დახმარების გარეშე ვიქნებით და ამიტომ გადავწყვიტე მეტესაზომ გავიდეთ სადმე სასეირნოთ, გასართობად, მოვიწყოთ პაემანი, სადმე კაფეში დავასხდეთ, მიყუროს მისმეს და წქმუდავ. მოკლედ გამოვყევით ეს მთელი დღე ყავთ ჩემთან ერთად. ახალი ამბებით გახარებული ვაჟბატონი. Moitse, gira dame. Sazu, saat xarşen. Rixis parkში ხარი. Rixis parkში. Dada. Dada. არა, Sazu. მოდი გამომხედე. ამოიხედე ზემოთ. Volkas. Გამომწერეთ მოვყავ. მოყევს სათხა.
შვიდი სხვადასხვა ნაკროფიდან და ყველაფერი თავის. აუ თაფლის ჭაჭად ამაგებია და შეიძლება ჰოსპიტალში. ზაზუ ყველგან პოულობს თავისთვის სათამაშოს და გასართობს. სანამ მანქანას ველოდებით. გასინჯამა? მინდა. აი, გადმოდები გვერდზე მაშინ. აი, ფოთლები რო აქვს ზემოდან. მოდიდე. მოდი ჩემთან ახლოს. მოდი უცებ. აქედე მინდოდა გადაღება ისე რომ თან მესაუბრა, მაგრამ ზედა მეზობელი რემონტს აკეთებს, ამიტომ მიკროფონი მე არ მაქვს, რომ დავიმაგრო და ჩემი ხმა კარგად ისმოდეს, ასე რომ ხმის დადება მომიწევს. ან არ მომიწევს, ნახოთ. მოკლედ. დღეს უნდა გავაკეთოთ პელმენები. რატო პელმენები? იმიტომ რომ საზუნას ძალიან უყვარს, მაგრამ რადგან მეც და სპარტაკუსის დაკავებულები ვართ ხოლმე ამ ბოლოს, ხშირად გვიწევს ნაყიდი პელმენების მომზადება მისთვის, გაკეთება, ჭმევა მისთვის და დღეს ვარ ხასიათზე რომ ჩემით გავაკეთო. და თან ძალიან კარგი რეცეპტი ვიცი ცომის, რომელიც როგორც პელმენებს უხდება, ასევე ვარენიკებს და ისეთი გემრიელია, მე პირადად ისეთ ცომსაც მოვხარშავდი და შევჭამდი. დაგჭირდება 3 ცალი კვერცხი. ეს რა თქმა უნდა არის ერთი პორცია, საკმაოდ დიდი პორცია. თქვენ შეგიძლიათ გაანახევროთ და ისე მოამზადოთ. მე დამჭირდება 3 ცალი კვერცხი. მარილი 9 ლიტრი თბილი წყალი, 2 კილოგრამი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი ზეთი.
ახლა ამ სითხეში ჩავყრით ფქვილს და მოვზავთ სანამ გახდება ელასტიური. ძალიან სასაცილო ვიყავი, როდესაც პირველად მომზადებდი ამ პელმენის ცომს. ვინც მასწავლა მითხრა რომ ერთიანად ფქვილი არ ჩამეყარა, იმიტომ რომ შეიკვრებოდა და აი პატარა ნაწილაკებად დარჩებოდა შემდგომ ცომში, ბოლომდე არ გაიხსნებოდა კარგად. და მეც ვიდექი და აი ძალიან ცოტ-ცოტას ვყრიდი და ხსნიდი ნელ-ნელა და თან დედაჩემი სახლში არ იყო, მარტო ვიყავი და მე თო ვაკეთებდი. და ცომის ზელას მოვუნდი, ჯერ ცომიც არ იყო გამხდარი. დაახლოებით 2-3 საათი ამასობაში დედაჩემი მოვიდა და უყურებს ერთ რას აკეთებ. მეთქი დედა რატო არ იყრება ჯე? აი შვილო რა შეიკრება? მე დედაჩემო ჩაყარა ყველაფერი და უცებ მოზილა, საერთოდ არ დაჭირვებია თურმე 2 საათი იმ ცომს მოსაზელად. და როდესაც ეკითხებიან დედაჩემს თუ როგორ მზადებული ვარ, ხშირად ეგ მომენტი ახსენდება და ეგ მაინც მაგას ყოლა ხოლმე. და საერთოდ ჩემ ქმარს სანამ ჩემი ქმარი გახდებოდა რომ გაიცნო, წინასწარ გააფრთხილა რომ არაფრის მაქნისი ვიყავი და არაფერი ვიცოდი. და მასთან პრეტენზიებით არ მისულიყო. იმ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ვერანაირი ვფიქრებდა რომ დღეს რაღაც პერიოდის მერე შეიძლებოდა ჩემი საკონდიტრო საქმე მქონოდა და ტორტის გამოცხობა კი არა. საკუთარ თავს თუ მიხედავდი, ეგეც მიღწევა იქნებოდა ჩემთვის მათი გადმოსახედიდან. ეს ცომი საკმაოდ ბევრი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩავყინავ და იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი სახლში მომზადებული პელმენი საზუნასთვის. და ცოტას ვარენიკებსაც გავაკეთებ. ჩვეულებრივი ცომი გამოვიდა, აი ძალიან ელასტიური და გლუვი. რა თქმა უნდა, ეს ახლა მთლიანად არ გჭირდება, რადგან ვარენიკებსაც ვაკეთებ და პელმენებსაც. მასე არა მოხვიდე, აქ არ დაждდი, იცოდი, საჭმელი კეთდება არ შეიძლება ის კეთების დროს. აი, მაშინ ეს შესევხი. ხულიდან გაწეხე. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ უბრალოდ ყველს დაამატებთ. პირველ რიგში ამას ისე შეკრავთ და მე უფრო გაგიმარტივდებათ ეგრე რომ გააკეთებთ. მე რაკიდან დაამატებთ თუ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ასე შეუკრათ კიდეები და ამით დათავროთ, შეგიძლიათ აიღოთ ჩანგალი და ასეთი ფორმა მიცეთ. და ვარენიკებს ასეთი ფორმა ექნებათ, ან მე როგორც ვაკეთებ, მე ასე მიყვარს, ასე მომწონს უფრო სწორად. ვარენიკები გამოდის. ასეთებს ჩავდებთ საყინულეში, ასე დაცალკავებულებს, რომ არ მიეწებოს ერთმანეთს და შემდგომ როდესაც გაიყინება ჩავყრით პარკში და იქნება მარტივი გამოსაყენებელი, როდესაც დაგჭირდება. აქ შეხედეთ რა ხდება. სხვა გზა არ მაქვს. ასე უნდა მივცე ხოლმე, რომ მაცადოს რამის გაკეთება სახლში, როდესაც მარტო ვართ და მამამისი არ არის, რომ დამეხმაროს გაართოს. ახლა დავადგი წყალი, რადგან რამოდენიმე ვარენიკი უნდა მოუხარშო, სადაც მოშივდა და ვფიქრობდი რაზე.
აი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში ქალები, რომლებიც სახლში ბავშვებთან ერთად ასწრებენ დალაგებასაც, საჭმელების გაკეთებასაც, აი ყველაფერს და თან თვითონ სულ მოწესრიგებულები რომ არიან, თან რომ მუშაობენ. არ ვიცი მართლა როგორ ახერხებენ ამ ყველაფერს ეს ქალები, მაგრამ ფაქტია ასწრებენ. არ ვიცი რა არის მათი საიდუმლო, მაგრამ მე როდესაც რამეს ვაკეთებ სახლში საჭმელს ან ვალაგებ, ეს ბავშვი სახლშია, მთელი დღის განმავლობაში ვუნდები ამ ყველაფერს. და დროში მეწელება, იმიტომ რომ არ ვიცი, ზაზუნა არის ეგეთი ბავშვი, რომელიც მუდმივად რაღაც ყურადღებას ითხოვს, რაღაცა უნდა და მათი ბავშვები არიან შედარებით უფრო დამოუკიდებლები და მშვიდები, თუ რა შესაქმე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, როდესაც მე ვიწყებ რამის კეთებას, მეწელება მთელი დღის განმავლობაში, როცა ზაზუსთან ერთად ვარ მარტო. ან ბაღში, როდესაც არ არის. ჩვენი ვარენიკები უკვე საკმაოდ გამაგრდა საყინულეში და მარტივად ასაღები გახდა. აი, ცურავენ. პელმენის შეთავსისთვის დაგვჭირდება მე მაქვს 1 კილოგრამი საქოლის ხორცი და 9 კილოგრამი ხორის ხორცი. ასევე წიწაკა მარილი გემოვნებით და ხახვი. მე ვუკეთებ 2 თავს. 2 ხახვს. ახლა ყველაფერს ერთმანეთში გავატარებ. პირველად გავატარებ მსხვილად და შემდგომ ესე წვრილში რომ ისეთი სტრუქტურა ქონდეს ხორცს თვითონ პელმეში, როგორც უნდა იყოს. მე წერ ვიდეოს. ვამატებთ მარილს. ეხლა მე ვაიყატა. შავ წიწაკას. ფარში გავამზადეთ. ახლა ცომი გავაბრწყელოთ. შეგვიძლია რა თქმა უნდა გავაკეთოთ. გავაბრწყელოთ ცომი და ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები და ისე გადავახვიოთ, მაგრამ რადგან ფარში ბევრი გვაქვს და ბევრი პელმენი უნდა გამოვიდეს, დროში ვერ ჩავეტევი, ამიტომ აი ეს ტრამეს ვიყენებ. რაც უფრო სწრაფად გამაკეთებინებს. თან ამ ფარშს გადავასხავ კრემის ტომარაში და ისე დავსვავ, რომ კოზითაც წვალება არ დამჭირდეს. პელმენები გამოვიდა და შევდებ საყინულეში გასაყინად. შემდგომ ჩავყრით პარკში, როდესაც გაიყინება და ერთმანეთს აღარ მიეკრება და შევძლებთ გამოყენებას ნებისმიერ დროს.